ვარ ლილე ჩიბურდანიძე 8 წლის. სწავლობ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა, დიასახლისობანა, გალობა. ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. ცეკვაზე არ დავდიოდი და ბებიაჩემმა მასწავლა. ბებიაჩემი და ბაბუაჩემი როცა ცეკვობდა, ბებიაჩემი სულ მასწავლიდა. ბებიაჩემი არის ყველაზე კარგი მოცეკვავე. ბაბუამაც კარგად იცის ცეკვა. ბაბუაჩემმა მისით ისე. ადრე ერთად ცეკვავდნენ, მაგრამ ეხლა დაკავებულები არიან. სულ მუშაობენ და თუ არ მუშაობენ ისვენებენ. როცა 3 წლის ვიყავი, მაშინ დავიწყე ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ლეთი არის, როცა დარბიხარ და ხელებს ასე შვები. მე დედა შეუთანხმდი და ვაპირებ ცეკვაზე შესვლას. მინდა ვიცეკო დიდ სცენას. მე ვარ ლამაზი და პლანჭია გოგო და მიხვდება ლამაზად ჩაცმა. სარკესთან ვდგები და აი ასე ვიპლანჭები. ზოგჯერ დედას ვპარავ და ვიცმო მაღალხსლიანებს. ზოგჯერ ვიპლანჭები დედიკოსთან ერთად, მაგრამ მე უფრო ჩქარი ვარ. როცა ვიპლანჭებით, ხშირად დავდივარ სტუმრად. ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრად რომ მივდივარ მაია ნათლიასთან. 2 ბავშვი ყავს და სულ კარგად ვერთობით. მე ასე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. მე ვიცი სახლის ხატვა, გოგონას ხატვა, მინდორის ხატვა, ბილიკების ხატვა და ყვავილების ხატვა. ყველაზე ძნელია ბილიკების დახატვა და ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და ძალიან მიხვდება. არ მიყვარს შავი ფერი, იმიტომ რომ მუქი ფერია და ნახატებსაც არ უხდება. ნახატებს იმიტომ ვერ ვაგროვებ, რომ ჩემი დაიკო სულ მიხევს. 5 ჯერ მოვასწარი ჩემი ნახატების გაყიდვა. თითო ნახატი ღირდა 5 ლარი და ყველა ნახატი ოჯახის წევრებმა იყიდა. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღიდან ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შან მაგალითად მომიტანა თოჯინა. წელს მინდა მომიტანოს ბლოკნოტები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 80 წლის და მისი სახელი არის ჯემალი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყველა მასწავლებელი არის მხიარული და ემოციური. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ტასო მხეიძე. ყველაზე ჭკვიანია საბა ჩიბურდანიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ნიკოლაიშვილი. ყველაზე ბედნიერია ერეკლე შერვაშიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პლანჭია და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანი არის ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ირინა სევასტიანოვა. ის არის მხიარული, ბავშვები უყვარს და ყოველთვის გეხუტება. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და კარგადაც ვთამაშობ. უკვე გატანილი მაქვს 5 კარგი გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხუჩო კვარცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. საქართველო ძალიან მიყვარს და გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს ვიყავი ოჯახის სიწმინდის დღესასწაულზე. ბევრი ხალხი იყო და ბევრი სიმღერით. ძალიან სიცხეთ იყო. სიმღერათა გალობა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი გალობაა ბულბულო ნაზო. ბულბულო ნაზო ღმათბილო ნუ მეჩვენები ზირადა მოფრინდი ჩვენს ბაღში მოფრინდი ხოლმე ხშირადა მოფრინდი ჩვენს ბაღში მოფრინდი ხოლმე ხშირადა დიავ დიავ რაკრაკა დიავ დიავ რაკრაკა დიავ დიავ რაკრაკით დიავ დიავ რაკრაკით დიავ რაკრაკით მოფრინდი ბულბულოდ პილმგალობელო დიავ რაკრაკით მოფრინდი ბულბულოდ პილმგალობელო. ჩემი გალობის მასწავლებელია ნინო აბაშიძე. ის არის მხიარული, მუსიყვარულე, ყოველთვის გამხიარულებ და
სახალისო სიმღერებსაც გვასწავლის. ნინო მასწავლებელი არის ორი ულამაზესი შვილიშვილების ბებია. სახლში ვცხოვრობ მე, მამინდა ჩემი ბებია, ბაბუა, მამა ჩემი, დედა ჩემი და დაიკო. კიდე მინდა მყავდეს ერთი და და ერთი ძმა. ჩემი და არის 5 წლის და ქვია ნიცა. ის არის ლამაზი, მხიარული, ცელქის და ნიჭიერიც. ჩემი აზრით ნიცა რომ გაიზრდება, გამოვა ძაღლების ექიმი. მამიკო არის მხიარული, მოსიყვარული და კეთილი. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია, თბილი, მზრუნველი. მე ვარ დედიკოს გოგო. ჩემი საყვარელი წიგნი არის უშბა. საყვარელი მოწვენი არის სტიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველა ბავშვს გაუჩენთ ძაღლს და ჩემთვის სამს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდით თბილისში და ინგლისში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ცინტალი. ყვავილებიდან მე ვგავარ წითელ უეკლო ვარდას. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება და მოფერება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.